არაფერზე არ უნდა გაუშვე ეს რა. აი, ლუდიც მოვიდა. სადა ხარ მე? აჰა. ამზენი ხანი სადი ხარ? შეჭამა ბაატამ ნახევართევზე უკვე. და ლუდის ფოტოს ვერ დაელოდე ბიჭო, ხო? რატომ მე წყალთანაც მეყვარს მარილიან თევზი რა გინდა? აი, ეს ამდენი უნდა დავლიდე. აი, ამდენი აი ძალიან აი, იმდენი უნდა დავლიდე რომ ხვალ ნაბახურსები არ კონდეს. ჯანუ ცოტა უნდა დალიო გია? არა, ლაში პირიქით, ძალიან ბევრი უნდა დავლიდე რომ იმდენი უნდა დავლიდე რომ ხვალაც ისე თვრალი ვიყო. შენ ახლა ეს კათხა გამომართვი და თევზი მოვაწოდე. მომეცი აქ აბა. აჰა, გესვი და დაიჭირე. რას მესვი მიგო არ მესვი რომ ნუ გაგიჟდე. რა იყო რა ხო არ შეგეშინდა. არ მომეკაროთ იცოდეს სუნიან თევზი მიჭირას ის. ეხლა გაჭდოე ამ სულგოს გადაგათხლი შავ. მოიცა კაცო. აჭაციკე. ხო მაგასე. გასაკეთო. მოიცა კაცო, საჭმელი ხუბი არ დაეწყო. ბავშვები ხო რა ხარ, მოიცა კაცო. რატო რა იყო გია რა? ისი რა მაგარია? რა არის ბიჭო მაგარი ეცა რა. უყურე ხარ. გუი მართლა ხო. ჩვენ ხო იცი ადრე ვიჩხუბეთ საჭმელით. რატო იჩხუბეთ? რატო და მოგიყვა ახლა გია? რატო და? აი ტოტი. აი მე რაღაცინე გაგიჟდება. ხალი გაგლია, ხალი და მოსიარულეს უფრა ხარ. ოღონდ შევამატო, ხალი შევამატო. ხალი შევამატო, ხალი შევამატო. სოფის ვეცრი ყველა. ჯონჯოლი არ მიყვარსო ხო? ვერ ვიტან. აი. აგამის ბარა. რა კარგია. ჩემი ბავშვობის ოცნება ასრულდა. ციდან საჭმელებით ვი. ბობი, მოდი შვილო, უნდა დაგლოცო, მოდი.
ახლა მოდი აქ მოდი ანდარეს მოდი. რა გემრიელი აჯახსანდარი. მოდი გენაცხარე ბედნიერი გამიშვილა ბედნიერი. ძალიან სასაცილოები ვიყავით რა. ყველაზე მაგარი მაინც სოფი იყო რა. მაგარი ტიპა, წარმოგიდგენთ 500 ლარიანი კაბა ეცვა გია და თავზე 3 ლარიანი ჯონჯოლი ეყარა. მოძრაჟი დელი სამეგრელო და სამეზობლო ჩხუბობდით ასე? კი, თითქმის. ბატონი პროფესორი არისო. მე შენთვის ხო გვაქვს მოყოლილი მეზობელი რო ყავდა ფიზიკოსი. და ეგ უკვე წასულიყო თუ უბრალოდ არ დაპატიჟეთ? არა, რაღაცა უცნაური კაცი, არ უყვარს ეს დალევა და კეიფები და აი თქვი რომ დღეს არ ვიტყვი მეთქი, მაგრამ აი მაიძულებთ რომ თქვა რა. აი რანაირი ქართული ახლა ეგ? ეგრეც ვიტყვი, იცი რა მაგარი კაცია, ხო? ერთხელ გამახსენდა ხა მეტალაში რაღაცაზე ვჩხუბობთ, ვკამათობდი და ისეთი რაღაცა თქვა ბატონო პროფესორმა, ეგრევე შეგვარიგა, ხო? მოიჭედე. როდის ვკამათობთ მე და შენ? რა პროფესორად მე და შენ სულ ვკამათობთ, მაგრამ პროფესორმა როდის შეგვარიგა? როდის ლაშა და არ გახსოვს მე და შენ ერთდროულად კატო რომ მოგწონდა და მაგაზე რო ყამათობდით. მაშინ რატო არ გინდა ლაშა? გაიგე რა გეუბნები ლაშა, გაიგე კატო მომწონს მე და კატოს მე უფრო მოვეწონები გეუბნები. კატო მე მომწონს და მე უფრო მოვეწონები კატოს. რატო მოეწონები შენ უფრო მითხარი მას? იმიტომ რომ შენ თუ მოეწონე მე ხო უფრო მოვეწონე. უყურე ამას რა, გაიგე რატო არ გინდა რომ შეიგნორო კატო არ მოგიხდება, შენ არ მოგიხდება, მე უფრო მომიხდება ლაშა. მე შენ თავს არ უხდები და კატო როგორ მოგიხდება. იცი რას გეტყვი, ბოდიში მოიხადე შენ ფაფუკო ბალიშო შენ, გაიგე? ბოდიში მოიხადე. მე შემომხედე, მე შენ თავს შეხედე და მიხვდები უფრო მოეწონება კატოს მე. კი ბატონო, შევხედოთ. ქერა ვარ, ცისფერ თვალება და ესე ავად და მოყופურად გამხდარი არა ვარ. არ გვინდა ეხლა რა ძალიან თუ ჯერ ესეთი პირდაპირ რატომ ვიყურებ? რატომ ვიყურებ? მოდი აბა სულში ჩამხედე. არ გვინდა ბატონო, მოდი სულში ჩამხედე და დაინახავე ჭეშმარიტ სილამაზეს. მოდი ჩამხედე. კარგი ერთი და სულში ჩამხედე ჩემს შინაგან სილამაზეს საერთოდ ხმას არ ვიღე. ვაიმე უყურე ეხლა ბატონო. ვაიმე არ მინდა. ერთი წუთი რა არ გვინდა ცინიზმი. აი ბატონო პროფესორო, აი შემომხედე, ჯერ მე შემომხედე, მე იმას შეხედე გულავთი და თქვი, ვინ უფრო ლამაზია. ოღონდ გულავთი არ გვიწდება არციც. მიდი. რავი, ასე ერთ შეხედვით თქმა ძნელია და ისე ორივეს ლამაზი თვალწარბი გაქვთ. რა გინდა დაწნა. ისე რაკეთილი ხართ ბატონო პროფესორო, რაკეთილი ხართ პაატას გულს რო არ ტკენთ. აღარ შემიძლია, აღარ რა უნდა, რატომ ისიც ნერვებს? მოდი აქ ერთი წუთი, მოდი აქ რაღაც უნდა გითხრა. პროფესორო, მოდი აქ შეიცა. მოდი ხო. რატო არ გინდა შეიგნო ერთი რაღაცა? რომ არ უხდები იმ გოგოს. კარგი, დაუშვათ, მოხდა სასწაული, ხო? დაუშვათ, მოხდა სასწაული და მოიყვანე გოგო, ის გოგო ცოლა. გამოყვა, თვითონაც გამოყვა. რა გინდა მე ხალხი უნდა ალაპარაკო და ხალხი უნდა აჭორაო რა ფულის გულისთვის გაყვა იმ ბიცო, ჰა? რა გინდა? მაგდენი ფული არ გაქვს მაგდენი ფული შენ რომ და წუნდათ მაჭორაო და წუნდათ მალაპარაკო ის ხალხი რომ აი ესე ფული არ გაქვს მაგდენი შენთვის გეუბნები თორე მე რა ეს ეხა ვიტყვი ყველა შენთვის გეუბნები და არ მინდა ეს ტყილა რომეო შენთვის რას მეუბნები ჩემთვის მომიწმინე საერთოდ კატოც მომწონს სოფიც მომწონს და საერთოდ ყველა გოგო მომწონს რა გინდა შენ მოიცა მაგრამ ყველა გოგო მომწონში თათიაც იგულის ხმე თათიას გარდა მომწონს ყველა გოგო რა დააკონკრეტე ხოლმე რა რა დავიდე დამშვიდე ბატონო პროფესორო აგინდო ეს რაღაც ჩაითხრია ჯერ ესეთი ეგრე არ ხდება ეგრე რომ ასპია იყო კარგი იქნება ეხლა კარგი იქნება რომ მივიდე და სოფოს დაუწყო თავის მოწონება სოფის რო და კარგი იქნება სოფის რო დაუწყო თავის მოწონება გეკითხები არა პრინციპში ცუდი რატო იქნება მაგრამ მას შეიძლება ლაშა გაიგერო არ შეიძლება რომ ორ გოგოს ერთდროულად მოვაწონო თავი რატო არ გინდა რომ გაიგო რა გინდა რატო იმიტომ რომ არ შეიძლება ლაშა რატო არ შეიძლება კიდე მაგაზე ჩხუბობ რა არა განყენებულ თემებზე ლაპარაკობთ ვამბობთ ხან რას რატო შეიძლება არ გაგიგია შენ რომ 6 კაცზე მოდის 6 ქალიო საქართველოს თვითონ სიტყვა გეუბნება მაგას რომ მოდის და არა მიდის კი უნდა მივარდე და კი უნდა დაუწყო ეს გოგოს ერთად გაბრაჭო კი უნდა დაუწყო ყველას ერთდროულად არ მინდა ეხლა ეს რა რატომ ისინი ნერვებს არ შეიძლება მე მოუწონ ვარ სოფიის მე უფრო მოუწონ მე გაიგე მე უყურე იმას მე 5 მე 6 მე რამდენიმე გეყოფათ რა მის ხარ რა
3 დღე მეყოფოდა ეს ენერგია რა. ადექი დამაწვინოთ. ადექი გამოდია, გამახელადნის რო იყო. იქ მართლა არ მახსოვდა ბარა. არა, მომენატრა რა, მართლა ძალიან მოდი. გაუმარჯოს ბატონ პროფესორ გაუმარჯოს. მომენატრა ზალი. არა, მართლა ძალიან გემრიელია. უბრალოდ ერთი მინუსი აქვს. მუცელი მებერება. აჰო. ეთქობა ორსულად ხარ. შენ იცინე გია, იცინე და ერთხელ მე მართლა ვიყავი ორსულად. რა? მოჭე გამავი არ მომიყოლია შენთვის? არც მოყვერა ძალიან გთხოვ ახლა. მოიცა გია, რას ქვია ანუ? კარგი ხო რა დაგემართა შენ კიდე მართლა ორსულად ერთი გია რა თქვია. მოკლედ ანალიზები შეეშალათ ერთ-ერთ საავადმყოფოში რა. მე მივედი და ჩემი შარდის ნაცვლად ორსულის შარდი შეამოწმეს. ხო და იმ საავადმყოფოში ელენეს მეგობარი იყო ის ქალი. მოვარდა, გაგიჟებული მოვარდა სახლში და ელენეს უთხრა შენი ძმარი ორსულათო. აბა, მე? რა მერე, ელენეს და თეკლას სახე უნდა გენახა მაშინ შენ რა. ელენე უკეთესად ხარ? კი, კარგი, მაშინ შენი ჯერი. სიზმარში მგონია თავი. ლაშა ორსულა და არა, ვერ დავიჯერე. ელენე, დაჯექი, მოდი დაჯექი. შეიძლება რა არის იცი? შეიძლება ლაშამ რომელიმე არსება ცოცხლად გადაყლაპა და იმის ანალიზის პასუხი იყო. კარგი რა თეკლა რა ცოცხლად გადაყლაპა. მაშინ შეიძლება ერთი წუთით ელენე, მაშინ იცი რა არის? ამდენი ჭამისგან და სიმსუქნისგან შეიძლება ლაშას მეორე ორგანიზმი ჩამოუყალიბდა მუცელში. ის არის ორსულად. თეკლა რა მეორე ორგანიზმი? აბა მაშინ გილოცავთ. თეკლა ახლა ვხვდები ლაშა არაფერს რომ არაკეთებდა და ბევრს რომ ჭამდა, თურმე ბიჭის არმაცი კი არ ბიჭი ორსულადაა. რასულელური წინადადება ვთქვი არა? ელენე, მე რა მაინტერესებს იცი? თუ ლაშას მარტო შეეძლო ბავშვის გაჩენა, რას მოყავდა ეს 4 ცოლი? აი მე არ ელენე, გავცილდი მე მგონი. რა ვიცი რა გავგიჟდები რა ამ კორპუსში ამდენ ხალხს შენეტყვი? რასი ფიქრებენ და რასი ტყვიან? რა ვიცი ელენე, მე მგონი სამეზობლოში ყველას გაუხარდება. იქ ინდირა, ეხლა ლაშა, მატებაა კორპუსი. თეკლა, ისა რა უცნაურია რა? ინდირას ბავშვს მამა არ ყავს, ლაშას ბავშვს დედა. მოიცა, ელენე, ლაშა მამა გამოდის თუ დედა? მამა? ალბათ. ან დედა. ამი არ ვიცი თეკლა. და მე ბავშვისთვის რა გამოვდივარ, დეიდა თუ მამიდა? მამიდა დეიდა. ელენე, რა მაინტერესებს? შენი აზრით ბიჭი გაჩნდება თუ გოგო? არ ვიცი და რა იყო. არაფერი სახელზე ვფიქრობდი. ბიჭი თუ გაჩნდება, ლაშა დაარქვით დედის სახელი. როგორ ახარ გოგოებო? ვაიმე ლაშა, მომეცი შენთვის მძიმე არ წამოწექი ახლა შენ და დაისვენო და წამოწექი მიდი. რა უნდა წამოვწო და მაცად ერთ ხელები მინდა დავიბანო შევიდი აბაზანაში. რა ხდება მშვიდობა? კი, კარგი შედი, ოღონდ ფრთხილად შედი. ეს ფეხი. ხო, არაფერი შედი. ფეხი არ წამოწექი. თეკლა. ნახე რამდენი ხილი მოუტანია. აი მე ტყობა ვიტამინები უნდა რომ მიიღოს. მაინც დედის გულის ხარ. შენ როგორ გონია ლაშა მიცის? რა ვიცი ელენე, შეიძლება არც იცის. აი მე ისე წეღან უყურებდი და მე მგონი ბიჭის მუცელი აქვს. ელენე, აბაზანაში წყალი დაუღვარე. სუნთქავ რა დაგემართა მოიცადე ერთ გააგი დაწნადი და რა სასწრაფო რაშუაშია ოკანი გაფუშტა და წყალი დაიღვარა იატაკზე რა ჭირდება
ანი ჩვენ ვიფიქრეთ რა იფიქრებ? რა ვიცი თეკლა მოდი აქ. ლაშა შენ შეიძლება არ იცი, მაგრამ რაღაც უნდა გითხრათ. მოიცა რა უნდა მეთქვა, კარგი ამბავია თუ ცუდი? ჯერ გეტყვით ჩვენ და მე შენ გადაწყვიტე და კარგია. რა ხდება, ხალხო გამაგებინეთ რა არის? ლაშა შენ მალე მამა გახდები. და დედაც. ისე იქნებ არ შეშლიათ ახლა და მართლა შენი ანალიზი იყო ეს, ა? მეტის ღირსი ვარ, პრინციპში მეტის ღირსი. რა მინდოდა ახლა, რა ძალამად რა სწვებოდი, რა? ისე იქნებ არ შეშლიათ ახლა და მართლა შენი ანალიზი იყო ეს, ა? მეტის ღირსი ვარ, პრინციპში მეტის ღირსი. რა მინდოდა ახლა, რა ძალამად რა სწვებოდი, რა? კაი ლაშა და შეცვა. ისე მართლა რო ყოფილიყავი, აი ორსულად რო ყოფილიყავი, რა უნდა გიქნა? რა უნდა მე? ვიქნებოდი სამაგალითო დედა. სამაგალითო დედა? ის ბიჭო, რა სამაგალითო დედა იქნებოდი? შენი დიშვილისთვის ვერ მოგიულია, რა სამაგალითო დედა იქნებოდი? რატო ვერ მომიულია? ძალიან კარგადაც ვუვლი, რას ვერ ვუვლი? რო დაკარგე აღარ გახსოვს, ხო? ბავშვი რო დაკარგე. ნიკა დაკარგე ბიჭო? ნიკა, ხო, ნიკა. ნიკა კი არ დავკარგე. ეგ სულ სხვა რაღაცა მოხდა მან. რა და აი ეზოშიც არავის არ უნახავს ნიკა? აიმე, წინა და უკანა ეზო შემოვიარე, არსად არ არის, არავის არ უნახავს. დავიჭირე ლევანიკოს ტურუების და ვკითხე, ნიკა ხომ არ გინახავს? მე. მაგ ბავშვზე ხოთი გაბრაზებული ვარ, ჩემი ემზარს აივიდან ხახვი ესროლა. მიპასუხა არ ვიციო, ადექი და ტურები დავაწიწკნე. დედამის რო ვკითხო, უჭრის ფული არ აქვს ლიფტის. მაგისი შვილი კი აივნიდან ყარაყაჯის სამლარიან ხალხს წითელს ესვრის ხალხს. აი ლაშა რა ვარ? ვაიმე, არის და არც პაატასთან არ არის და ფრიდონი კიდე საერთოდ სახლში არ არის. ვაიმე, ფრიდონი გასტროლზეა ფონიჭალაში. ვაიმე, ფრიდონმა ხომ არ მოიტაცა ნიკა? ვაიმე, იქნებ კულისებში ყავს და სცენის მტვერს აკლაპებს. ცოტა ხანში თუ არ გამოჩნდება პატრულში უნდა დავრეკოთ. კი. პატრულში აქამდეც უნდა დამერეკა თეკლა, მაგრამ მე რიდება როგორ უთხრა ამ ხელა კაცმა 11 წლის ბავშვს დავკარგე მე. ვაიმე, იქნება აქ არის სადმე და ვერ ხედავთ, ჰა? არ ვიცი რა უნდა ვქნა, მართლა აღარ ამ სპილოსებში შევაწყიალებ ამ სპილოსებში ბარაკასთან და ნიკა შემოისურვა. აი, ნიკა შემოისურვა. ნიკა. არ ვარ მე ნიკა პროფესორი. შეგამჩნიეთ ბატონო პროფესორო, მე თქვენ ვერ ნახეთ? ვერ სად არ ვეძებოთ, თქვენში ვიყავი სარდაფში, ავტობუსების ბოლო გაჩერებებზე, ისტორიულ შენობებში არსად არ არის. მას რატო ეძებდი? რა ვიცი, ბავშვობაში ეგეთ ადგილებში ვიპარებოდი ხოლმე მე. ბევრი საინტერესო რაღაცები იყო ხოლმე, პოულობდი. მახსოვს ერთხელ არა, მაგას არ მოგიყვებით, უფრო ინერვიული. აი მე რა ვქნათ აღარ ვიცი რა. თუ გინდათ წავალ და იხელახლა მოვძებნი იგივე ადგილში, არ მეზარება. აი მე შევიდე და წახვიდე. ხო არ წახვიდე, მე შენ სად გეძებოდ სხვენში თუ ჭაბურღილში? არ ვიცი რა უნდა ვქნა, აღარ ვიცი რა, რომ ვარ ელენი რა უნდა უთხრა, მითხარი რა თეკლა რა, აღარ შემიძლია მართლა აღარ შემიძლია. არა დააგიყო, აი ფარდის უკან შევიდა და დაიმალა, ხო ვიცი რა. შევიდა, მაგრამ ხობა მეთქი და არაო, ჰარ ხობა. გაჩერდით, ვერ გეწევი, რაღაც მომენტი. ელენეს მოსმენთ თუ არ გამოჩნდა, ხო? შემიძლია ჩემ ლაბორანტს ბიჭი ყავს, ნიკას ჩამოგავს ძალიან და იმას ამოვიყვან მე და ამასობაში ნიკას გამოჩნდება. ვაიმე, პროფესორო, მე მგონი თქვენი ყვავილი გეძახი თაივანზე. ვიცი. რომელი საათია ელენი არ მოვიდეს? მომისმენთ ელენე თუ მოვა, სხვა რაღაცაზე გადავიტანოთ ყურადღება, იქნება ამასობაში ნიკაც მოვიდეს და მე აუხსნით ყველაფერს რა. ნუ გეშენიათ ჩემი ემზარი ეზოშია გაფრთხილებული მყავს, შემოვა თუ არა ელენე, მაშინვე დარეკავს. ვაიმე რა კარგი. რა ვიცი მარ. იცავდა ხო არ ცაკობდა? არა, ვერ მოასწრო. ეზა, კისაკე, დაინახე, ხო და ბოთე ხაში, ხო?
ბავშვი რა ხდება? ოჰ, რა ვიცი, თეკლა, ცუდი დღე მქონდა. დღეს მართლა ძალიან ცუდი დღე გაქვს. არ დაგაწინაურეს ელენე? არა, ნესტანმა თქვა, არ მინდა აღჩქარდეო. ბავშვი სად არის? ბავშვი ნიკა? ნიკა რა ბავშვია? რა ბავშვია ნიკა ელენე? მარტო რო გაუშვა ასე კარები რო გაუღო და გაუშვა მარტო დამოუკიდებლად შეძლებს ცხოვრებას, აბა? არაფერი არ არის სანერვიულო, შენ არ ინერვიულ. კი. რა სახეები გაქვთ მოხდა? ფეხზე რატო დგახარ? ვაიმე. აკარდ გავარ. სად წავიდა ეს ბავშვი? ნიკა! ელენე, ნუ ეცახი, ხვიცი რანაირი ბავშვია, მაინც ხმას არ გაგცემს. თეკლა. დღეს გადავწყვიტე, რომ ნიკა ჩოგბურთზე ვატარო. მე ჩოგბურთზე. ჩოგბურთზე ელენე, შენ რატომ დაატარო? დიდი ბიჭია უკვე და თავისით ივლის. მოგიწოდა. იქნება ელენე სხვა რაღაცებზე დაელაპარაკოთ, რომ ნიკაზე არ ყურადღება სხვა რამზე გადაიტანოს. კი. ელენე, შენ ახლა ბევრი ხილი უნდა ჭამო, უნდა მოძლიერდე. ნუ ბიჭოლა, რაღაცის მოყოლას აპირებდით ელენესთვის, ხო? ხო, აბარა, ლაშა. ელენე, დღეს ველაპარაკე ჩემი ინდირას. ისე მომენატრადე და ენაწოლოს ხო იცი დედისთვის რა ძნელია შვილს რო ვერ ხედავ ახლოს. გონია რომ რაღაცა ემართება ცუდი. ბიჭო. ელენე, ჩემს გაუხმა ის თავი. არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც. ლაშა, აღარ შემიძლია ვუთხრათ რა. მოიცა ჯერ დაიცუნოს და მე ვუთხრათ. ხო და ხახვი რო დაეცა, ჩემ მზარ შეეშინდა. იცი რა ოჯახიც არის, ისეთია ის ბავშვიც. აბა ჩვენი ნიკა როგორი ბავშვია. გამარჯვების ხმას ვერავინ ვერ დაასწრებს. მაგრამ სად წავიდა ეს ბავშვი? ნიკა! ვაიმე, ლაშა, მოიფიქრე რამე. ნიკა კი არა, შეხედე ტელევიზორში რა ამბები. ვაიმე, რაო და ბრატისლავაში გენაცვალე ჩატარებულა ეს სპორტულ ცეკვებს შორის შეჯიბრება იუნიორებს შორის. არის ლაშა, ჩვენიანი თუ იყო ვინმე ჩვენიანი. რა ვიცი რას გაიგებ ამაცას. შეხედე. ნიკა! კარგი, ლაშა, ვუთხრათ. ელენე, მოდი რაღაც უნდა გითხრათ. თან წყალი წამოიღე ერთი ჭიქა. ცუდად რომ გახდება მივასხავ. მოდი ელენე. დაჯექი. მართლა. დაჯექი. ელენე, სიხარ. ზივარ ლაშა, ზივარ. ელენე, მე და ნიკა თამაშობდით დამალობანას. ხო და ნიკამ მომიგო. ძალიან მომიგო. ლაშა, რა ხდება? რა ხდება? მოხვედი ელენე უკვე? რა კენთ უთხარით? ჯერ არა. მაშინ დაგელოდებით, მაინტერესებს რა რეაქცია ექნება. ლაშა, რა ხდება გამაგებინე? რა ხდება და ნიკა ნიკა ხო იცი ნიკა ჩვენი ნიკა. ვაიმე ნიკა. ნიკა ოხ ნიკა ლაშა, რა ხდება გამაგებინე კაცო? რა ხდება და სტუკა ნიკა სტუკა სახლში ყოფილა ბოთე ხარა, ბოთე. შენ გითხარი სახში ყოფილა რა ბოთეშე. სახში ყოფილა? ბოთე. ლაშა, რა ბოთე? რა და ბოთე ვარ ხო ბოთე მოდი ბავშვებს აბა ბავშვებს გაუმარჯოს აბა მე საჭირო თახში გავალ და რა ვიცი მოვალ კარგი ბიჭია ნიკა. როგორ გაგიხდეთ რომ შეგნებულად არ განდერვიულად? ოჰო ჯერ არ ვუნერვიულები ვარ შეგნებულად. როდის?
როდის და სკოლიდან ჩონჩხი რომ მოიტანა. იცი როგორ შემეშინდა? მეცადე სკოლაში რომ თაბაშირის ჩონჩხები იმის შეგაშინდა? კი არ შემეშინდა გული გამისხდა კი. წარმოიდგინე მაგარნა ბახურცებზე შემოვდივარ ოთახში და ხე რას ლაპარაკო? ვაიმე! ვაიმე, კარგი ზეზვა, კარგი რა იცი ხომ ეს ადამიანის შეშინება. მოდი შენ ჩემთან წამოდი ახლა, ვითომ შხაპი უნდა მიიღო, წამოდი ზეზვა. შხაპს მიგაგე. აი, ესე. უი, ელენე, შენი სერიალი დაიწყო. თეკლა შენ ახარ? ხო. გამისხდა გული, კაცო, გამისხდა გული. რაღაცა ჭამე ძალიან გამხდარი. ლაშა, რა გჭირს? კარგად ხარ? არა, კარგად ვარ. კი, როდარისთან ვიყავი, არა, ცოტა კი დავლია და თავი მისკდება. ისე თეკლა, ისე მისკდება, თავი ისე მისკდება, რომ წეღან კიდაღამ გული გამიხდა, ისეთი რაღაცა მომეჩვენა მან. აი, მოგეჩვენა? ხო. აი მე, თეკლა, გეხვეწები, ლუდი ამომიტანე რა. კარგი ვაშა რა, ეხლა არა მოხვედი, ამოგეტანა შენ. რა ვიცი, დამავიწყდა თეკლა. ვაშა მოხვედი, ნახე ნიკამ რა მოიტანა სკოლიდან. აი ეს ბაღი ხო? არა, სულ 10-იანები მოიტანა. სულ წამოდი ელენე, წამოდი 10-იანები ის იმდენი რომ რა ვიცი. მართლა? ყოჩახ ნიკა, ყოჩახ მომეწონა. ხო, ისე 9-იანი და 1 ბოთლი ლუდი რომ მოგეტანა, ძალიან გამიხარდებოდა. ანუ ეხლა 1-იანი რომ მიგეღო და 9 ბოთლი ლუდია მოგეტანა, ეგ წვათ უკეთ. ძალიან ნერვიულობა და შევალმე და თეკლა ცოდოა რა. არა, ელენე, ჩვენ არ ვიყავით გუშინ ცოდოები, მთელი ხანი მოჩვენებები მესიზმრებოდა. ხო, ნიკა აბა, მიდი ზეზვა აბაზანაშია. მიდი. არცერთ არ ჩახვედით ლუდზე, ხო? ხრა ზარმაცები ხარ. ზარმაცები ვარ, ზარმაცები. ხო. ვაშა, იქ ნიკა ხელებს იბა. ნიკა, შენ სხვა რამე დაინახე? სხვა რამე. ნიკა, კი, ხო და მე დაუძახე ნიკა. მოეთყობა წინასწები ვერ გაიგეთ, ან არ თქვი რა ვიცი. ვაშა, ლუდი მოგიხდება შენ. არ მინდა დღეიდან აღარ ვსვა. ერთი წუთი დავრეკავ მე. ალო. ნოდარ, რა გვინო გქონდა ისა? არა, ხო, კარგი იყო, კი, კარგი იყო, მაგრამ მაინტერესებს უკუჩვენება ხო არ ქონდა რამე. ხო, კარგი. რატო და მოვედი სახში და აუ თეკლა ცოდოა რა. ელენე, არა. შევიტან ზეзвას იქ. თეკლა ცოდოა, გული დაუსწრება. აუ არა, ეთიც და მართლა რაც მოგწვა მასწავლებელმა იმას ჩაგაბარე. სოკოს ბრალია ვითო. ნიკა. მართლა შენ იყავი აბაზანაში წეღან? კი, ვიძია. კარგი შევარ. შევალ ხო? გეხვეწები ძალიან ცოდოა. არა, ეთიც და მოჩება მართლა. აი ეს. აჰა. ვაშა, რა დაგემართა? ლაშა, როგორ ხო? მე მგონი მართლა ცუდად გახდა. ლაშა, როგორ ხარ? აისა. თქვენ არაფერი დაგინახავთ?
არა რა უნდა დაგვენახო? და მოჩვენება. კარგი ლაშა, შენ თვითონ არ გვეუბნებოდი გუშინ რომ მოჩვენებები არ არსებობენო. არ არსებობდა აქამდე. ჰემილაშა ნუ გვიხეთქავ გულს. კიდე მე გიხეთქავ კაცო გულს. კი. ნიკა. მე მომაკითხეს. ხოდა აბა შენიცი ახლა. კაცი შენ ახარ ოჯახში. კარგით რა ცოდვა, ჩემი ბუტკუჩუნა ძმა ცოდო. ნუ ემაიმუნებით, უთხარით რომ ემაიმუნებით. არ მომაკითხეს. არა ლაშა რა მოგაკითხეს, ნიკა მოიტანა ჩონჩხის სკოლიდან, ხო? ჩვენ გული გაგვიხეთქა, ეხა შენ გიხეთქავს გულს. თეკლაც აყვა. არა, ბოდიში, ვაზა ძალიან არ მინდოდა. ხო. სად არის ნიკა? გაიცანიეს ზეზოა. ზეზოა ეს ბიძა ჩემია. როგორი ზეზოა? გაუმარჯოს. ლუძე ჩახვალძმა. ლაშა აბა აღარსვავო. აღარსვა, ველელი აღარსვა, მაგრამ ჩვენი კაცრობის ხო უნდა დავლიოთ, ხო? მაჩვენებია ეს. მაგალი უნდა ყოფილიყო ეს, კი. ბიზია. პატა მარიცის რომ ზეზოა ყავს და ხო არ გავიტანოს და შევაშინოთ, პატა კარგი ვარიანტია, არა უშავს, მაგრამ ნუნუ ხო არ ჯობია, ნუნუ იყო უკვე შემოსული და გული გაუსკდა. ბიჭო, მეორედ არ შეეშინდება? სასაცილო, მაგრამ ამის როგორ შეგეშინდა? აბა. აბა როგორ შემაშინეთ თქვენც რა მაგრები ხართ რა მაგრები აქეთ ეს ჩონჩხი იქით ის ხვლიკი რა ხვლიკი ლაშა ნიკას ხვლიკი არ მოუტანია სახლში მართლა აბა ვაზანაში რა დარბოდა რაღაცა ლაშა მოიცადე არ გაახო ხვლიკი მე ერთ კათხას დავლევ და წავალ რა. საძახვალ მოიც არა კიდე 4 ლიტრი როგორ დასალევ. ისეა, დარჩი ჩემთან თუ კიდე. არა გია ეხლა არ მინდა რომ შეგაწუხო რა. ხო იცი არ მიყვარს ეხლა ადამიანის შეწუხება, სხვასთან დარჩენა ეხლა. როდის მერე? არ უყარს კი არა, ეშენია იმ აბის მერე. რომელი ამბის მერე? არ გახსოვს? არ გაიღვიძება? არა, არ გაიღვიძება. ეხლა ჩემთან ერთად ცხოვრობდა და ვიცი, არ გაიღვიძება. აი მე რა მადლიანად სვიმს. აი ხო გითხარი გია ხო გით. რა მადლიანად. ხო კარგი ხნუ დაახჭო კარგი. მოთა რაკეთ დავждეთ რომ ვერ მიხვდეს და ერთი ნაჭერიც ექნება მარინას. არა მაღაზია არ გეუნებ ერთი ქათმის ნაჭერი იქნება თქო რა. ჩვენ რა გადმოსულიყავი, თქვენ რა გაშველებოდა? დაიხოცებოდა შევშე. ძალიან მაგრად და მიდი მოძებნე ერთი რამე ნაჭერი. ასე ამან ახლა აღარ უნდა გაიღვიძოს? არა გი, არ გაიღვიძებს მეთქი გეუბნები. არ გაიღვიძებს ეს შანსი არის. შენ თუ არ გააღვიძე, თვითონ ვერ იღვიძებს ეს, ხო ვიცი არა? მოეცადებს. არა ვარ ეს. დაკორტნის. მიდი ახლა. აჭიქჭიქდი ახლა, მიდი. მიდი რა, მე რომ ზენავს ხო კარგად ჭიქჭიქებ, მიდი რა, ეს იყო. აი ამ ციცო ვერაფერში ვერ გამოიყენებ რა. მოიცა გიაშ შენს? რა, მეც. შენს გაქვს სახში ისეთი რაღაც, რასაც ვერ გამოიყენე? კი, როგორ რა ეს? რა კიდე ეს? მოიცა
გია შენ ორი გაქვს? ბადა. გაიგოძე, ბადა. ვერ გააღვიძებ, მეთქი გეუბნები. ბადა გათენდა ადექი. ვერ ვაღვიძებ. აბა ხო დავიწყებ ახლა. უი გია. აი 50 ლარიანი გია, შენი ალბათ. ალბათ. 50 ლარიანი, სადა? სადა ვისია, 50 ლარიანი? აბა ჩემია, ბადა, ჩემია, აი ნახე. დაკერი, კარგად გამოიძინე? გამოვიძინე, არა ისე, ხო, გამოვიძინე, ხო, ვინ დაგაძინებს, რომ დადიხარა მთელი ღამე, გარე. რა არის, ვით ვერ იძინებ, შენ კიდე რა გჭირს გია რა? ეხლა ამას. კარგი დაწყდა გია არა. ხო იცი რაც ველოდება წინ. ავდგე, თორე თქვენ ხო ადამიანს არ მოასვენებთ რა ნორმალურად, რა დამიწყეს მიშალეს გსუფრა და ვაიმე. არაფერი, რა უნდა იყოს? ადექი ხოლმე, ადექი. გათენდა, ადექი. არა, იყოს იყოს ვაიმე როგორ შეცხრა. ისა გია. ხო. რაღაცა უნდა კითხო ერთი. აბა შემთხვევით შენთან სახში ხო აი ზევიდან წყალი ხო არ ჩამოდის. ოღონდ აი რა მაინტერესებს იცი აი ზუსტად აი ამ ადგილას. არა? ხო, და არც ქვევიდან არა მოდის? არა მოდის, რატომ მეკითხები? არა ისე მეზობელი ხარ და უბრალოდ მოგიკითხე რა შვილი როგორ ხარ მე კარგი პრობლემები ლაშა შე როგორ ხარ ხო თქვენ ხო გამოდის აქეთ წყალი არა რას ლაპარაკობ პატარა იქიდან აქ წყალი როგორ გამოვა არა ხო ესე იგი კომპოტი მაშინ კომპოტი რა არაფერი ადექი ახლა ჩაი დაულიოთ ვისაუბროთ რაღაც მოდი ადექი ახლა და დაასხავს იმედი დაასხავს არა იყოს არ მინდა ეს შაის და სითხეებს ნუ მიხსენებ იყოს არ მინდა ის გია ხო რა უნდა გითხრა იცი ახლა მე მგონი ეს დივანი უკვე ძალიან დაზვერდა და გადასაგდებია და უარჯობია რომ მოვაშორო საერთოდ გადავაგდოთ რა სიტყვი ო მაგრამ მე შენ სადღა დაიძინე გია მე მეორეთან დამძინებელი არა ვარ ადექი ჩვენ რომ წავიდეთ ახლა ადექი ვისაუბროთ არა და რა ვიცი რა დამემართა ახლა ისეთი ჩოულებრივი სიზმარი ვნახე დიდი არაფერი ახლა უბრალოდ ლუციფერი მხარშავ და დიდ კოცონზე შავქვაფში მე დიდი არაფერი რა დამე გია უთო ხო არა გაკ უთო მარა რატომ მეკითხები აი ეს შემცირდა და ის აბა ჩართე და შევომაწოდე რა კარგი და პადა ნუ მაიმუნ რაღაცებს ახლა ადექი რა გაცივდება ეს ჩაიგდებს და ასხაგიამ და მოდი და ვისაუბროთ მოდი დაგესხამშეთ მოდი მეგობრებო რა უნდა კითხოთ იცი თქვენ ოდესმე თუ გიოცნებიათ ბავშვობაში დაბრუნებაზე პატა მაგაზე ყველა ადამიანი ოცნებობს აი მე კიდე ეს ოცნება რეალობად მეკცე რეალობად როგორ პადა როგორ რა თქვია როგორ გექცა რეალობად არაფერი უბრალოდ რა არის ეხა მივხვდი რომ თურმე ძალიან დანოფლო ჭიბზე რო დაქცინი ხოლმე რა შე ხო იმიტომ რომ თურმე ცხოვრებაში ამაზე უარესი რაღაცების ხდება რა ეს კიდე გაწიეთ აქედა რა პატა ეხლა გითხარი რა შეასახმე რა ხდება კაცო რა მოგივიდა და რა ხდება ხო ჩავიფსი ჭის ხარ არ დაგემართა რა 3 ლიტრი კომპოტი დავლია და ეს მაგარია ცხრა თუ რამდენიც იყო რა მოხდა ეხლა რა სასაცილო ეგარი რა მოხდა შენ ვიდაცინე აბა სულ ჭის საერთოდ
რატო ვინმეს როგორ დაცინი შენ ჭიპი არ გაქვს ჭიპი არ გაქვს არა მაგჭიპი მე ხო დიამედი დასცინე ეგ არ მახსოვდა შენ ჭიპის ამბავი აბანე ხარ გაგეთე სილაშა მე გეტყვი ადრე ხო ესე უბრალოდ რჩებოდა ხო ეხლა კიდე უკვე თავისი ტერიტორია მონიშნა გაიგე ამას აკეთა ვეღარ გავაგდებ მე გირა აჩერდიდა რა მოხდა ეს ვეშამსია გაჩერდი რა მოხდა ეს გამეპარა რა ცოტა გამეპარა რა უნდა უთხრა ვერ ხედავ როგორ ერთობი ვეშამსია არა კაი ცოდვა კაი პარდა დავშვიდი კარგი დაწყავდი ხო დაწყავდი ნუ გეშინე შენ არაფერი არ გიქნია ჩვენქენით ჩაგისხი გაგეხუმრეთ ვა რა გამეხუმრე გია ხუმრობა გული გამისტა რანაირი ხუმრობაა რა არის ვეგობი კარგი ხო ვაპატება და ვაპატე მიდი კაცო მოძებნოთ ქათმის ხორცი შენ რა მოგიგო მე თავს გავიგუნდა მე ხარ არა კაი ხო დავშვიდი კაი ისე ერთხელ მართლა ჩავიფსი ახლა ცოტა გამეპარა რა ვიცი ჩემთვის სახში ლოგიში მარტო ღამე იყო და რაღაცა ეხლა წავუსვო მესმის ხმაური და შემეშინდა ეხლა და მე ხმაური კიდე უფრო იზდება და ემატება მეთქი რა ქურდია ადექი წინააღმდეგობა გაუწება რა მეშინია ხო ხტები ეხლა და უფრო ეს ხმაური იმატებს და შემეშინდა და გამეპარა აი ესე გამეპარა და მე გავარკვიე რომ თურმე ქურდი კი არა ეს ხმაური ყოფილა ქარი და შემეშინა ქარი ყოფილა ქარის თმა რა ბადა ეხლა აი ავიცი რა გითხრა არ ვიცი რა არის ეხლა შენ რა მეუძელობით ხმას ხო არაპირებ არა დავიშალეთ ამანე ბეც თავი რა ხუმრობა ეს არის შეიძლება ესეთი რაღაც არა წავალ მე ხა სააბაზანოს შევალ და წყალს გადავიღო ცოტა რა ხო ია დავალ ახლა მე გავალ ამას ქათამი ვერ მონახე და ამას იქაც კი შევჭამ სადმიდი ხარ ეხლა ეს აბაზამე შევიდე მერე წყლის გამათბობელი გვაქვს გაფუჭებული და მარტო მდუღარი მოდის აი ხან ახლა ჩაკეტე დიდი ხანი ვერ შემოვა და ტიტველი ირბეს იგივე მაგარი რაღაცა მოიფიქრე კი კარგი იყო მოდი ახლა დრო გვაქვს და იქნებ მოუძებნოთ ის ქათმის ხორცი კარგი მოდი ახლა მე ვიტყვი საგრძელოს კარგი მიდე გისმენთ მოდი ამჭიქით ყველა გულღრზო და ვერა ადამიანს გაუმარჯოს და სამადლობელები და რაღაცები არ არის საჭირო. კარგი, ხო, რა მოგივიდა, ხო, რა, აიო, გაიგეხუნე და ეგ იყო რა, მორჩა რა. ისე ხო იცი რომ სინამდვილეში გვიყვარხარ. გვიყვარხარ რა? ნუ არ გვეზის. კარგი ხო, ბატონო, რა მოგივიდა ხო? ხო იცი რომ სინამდვილეში მართლა ძალიან გვიყვარხარ. თუ გინდა აი იმ ამბებს მოვყვები რომ გიჭედო და გვერდში რომ გედექი. ხო და რამდენია ეგეთი, რამდენი რას ლაპარაკობ რა? გია ეს მაჟ ბატონი არის ჩემზე გადაყოლილი რა. ერთხელ ავარიაში მოვყე ფეხი მოვიტეხი საავტობუსში ვიწექი და ეს მოვიდა ჩემთან სანახავად. ხო, რომ მოვიდი სანახავად არ გახსოვს როგორ განვიცადე? კი, ძალიან განიცადე. აი ისე ინერვიულა გია რომ თვალებში რაღაც წამალი ჩაიწოთა და საერთოდ ვერ ხედავდა ვერაფერს და რა გახსოვს შენს რა და კარგი. ეს რა დამემართა კაცო, რა დამემართა ეს, როგორ მოგარტყი ფეხი, როგორ მოგარტყი? კარგი, დაწნარდი, ლაშა, არ არის შენი ბრალი. კარგი, არ არის შენი ბრალი. კარგი, დაწნარდი კაცო, რა მოგივიდა? ექიმის ბრალია ლაშა.
რა არის ვერ რა გიკეთე უნდა ემკურდალა და იმან კიდე პირიქით დაგაბრმავა არ არის შენი ბრალი კაც აბა ხო პატა აბა ის ბრალია მაგრამ მე გიხდი რა მე გიხდი ბოდიში პატა მაგათია რა კარგი ხო კარგი დაწყნარდი კარგი არ არის ლაშე შენი ბრალი ხო კარგი ვერ გაიგე რა თქვა ექიმა გადავჭი და კარგად ვარ გადავჭი 1-3-4 დღე ვიწვევი და მე გამომწერენ შენ როგორ გაქვს თვალები მე რა ვიცი არ შედარებით თანდათან უფრო კარგად ხედავ კი რა ვიცი არ ვიცი რა ძალიან კარგი კიდე ბოდიში პატა კარგი ხო ლაშე კარგი ასეგებია რა მოგივიდეს იქ რო საწახვედი აივანზე თუ რა ხო აბა ელენე მითხრა რომ აივანზე მივიდიოდი თურმე ლიფტის გამოსაძახებლად კიდევ კარგი აი არ გამოვიძახი კიდევ კარგი აბა რა იქნებოდა მე კაცმა კარგი არგინა მაგაზე ნუ ფიქრობ ლაშა კარგი არა არ მინდა ბიდი დაისვენე ბიდი კარგად ვარ ლაშა მართლა კარგად ვარ გიხვეწენ წადი დაისვენე გველოდებიან ჩვენები გარეთ არიან დაისვენე მე დავისვენებ გიხვეწენ ხო კარგი წავედი და აბა კარგად იყავ კარგი დიდი მადლობა დიდი როგორ ზრუნავ ლაშა ჩემზე როგორ დიდი მადლობა რა კეთილი ხარ ჯიგარი ხარ ჩაარტყი ჯიგარი ხარ მოიცა კარგი ჩაარტყი მიდი ჯიგარი ხარ აი ძალიან კარგი საღამოა რა. აი ახლა ერთი კარგი სიმღერა დაგხატავდა. კი. ახლა დაგიზუსტებ. დია დავაზუსტოთ. კარგი სიმღერა და არა იმედო მიშველიანის რომელიმე საშინელება. რა გამომიეთ თქვენ სიმღერა და იღავთ ეგრე გასა. მოიცე იგი ერთი წუთი. მოდი იცი რა ვქნათ, თეკლას დაურეკოთ. მოვა თავის გიტარას მოიტანს, რაღაცებს გვიმღერებს და გაგვამხიარულებს, ხო? და თეკლა დაგვაყენებს კარგ ხასიათზე რა. მაგას უთმეს რაზე მღერის. რას ჩამოგტირით სახეები ელენეც როგორ მოწყენ ილია აბა ახლავე გამხიარულდით იკითხავთ როგორ ეს ადვილია და გავიწყდეს შენი პრობლემა და ბევრი ცრემლი რომ არიდინო საკმარისი არა მე ლამაზი თუნდაც ბუნების სიმშვენიერე წარმოიდგინო წარმოიდგინეთ უღრუბლო ზეცა არწივი მოქრის და კურდღელს ეცა ხაზე მიღողავს დაჭრილი შველი დედას ნატრულობს ობოლი ბელი აკლემს აფთარმა მოკბიჩა კუზი ობობას ქსელში გაება ბუზი ნიანგმა კურდღელს ჩაარტყა კუდი წარმოიდგინე გამხიარულდი იკვებებიან სვავები ლომით ხემსი ერთობა ქვიშაზე ხტომით სპილოს ფეხი და ქვეშ ტრედის ხუნდი წარმოიდგინე გამხიარულდი ელენე ამან წარბი რო გაიხრით და რაღაცა დაიზიანა. მოგეწონათ ხო? აი ეს ბოლოს ხუნდი მეც არ მომწონს. შევედი ხოლმე ტუალეტში. მოიცადე ჯერმე. არა, გაჩერდით. ჩემი სახლია და ჯერმე უნდა მოიცა კაცო, რა შენი სახლია, გამატარე. სულ თევზის ბრელიას მადიყიდე. რა ვიყიდე კაცო, არსად არ მიყიდე კოტება ბოასაჩუქეს და ვინახავდი, გამატარე. მე შევსად შევიდივარ, შესად მიდიხარ.